იყო ჩვენი ჟურნალისტი ბელა გელაშვილი, ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein 2017 ჩატარდა. სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია ქართული ღვინოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა. მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein ღვინის მწარმოებლებისთვის წლის მთავარი მოვლენაა, რადგან მათ საშუალება ეძლევათ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და მოიძიონ ახალი იმპორტიორები. წელს 23 კომპანია არის წარმოდგენილი ქართულ სტენდზე. ამდენი კომპანია არც ერთხელ არ ყოლია ჯერ დუსელდორფში და ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობით იქნება საქართველოს სტენდი. განსაკუთრებული ინტერესის ზრდა არის აგრეთვე ისიც, რომ ქვევრის ტექნოლოგიისადმი მსოფლიოში გაიზარდა ინტერესი. პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს წარმოებლები, ღვინის და სპირტიანი სასმელების და ასევე იმპორტიორები და დისტრიბუტორები თავს იყრიან და ძალიან კარგი საშუალებაა, რომ წარადგინო შენი თავი, შენი კომპანია, შენი პროდუქტი. აქედან მრავალი ჩვენი არსებული პარტნიორი გავიცანით ProWein-ზე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა არის ზოგადად მთლიანად მსოფლიო მეღვინეობისთვის და რა თქმა უნდა ქართული მეღვინეობისთვის. მსოფლიოს მასშტაბის წარმოდგენილია ქართული ღვინო და ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დააგემონოს და თვითონ ღვინის კომპანიებს აქვს შესაძლებლობა შექმნან იმპორტიორებს, მოიძიონ ახალი პარტნიორები და შესაბამისად უკეთესად წარდგნენ მსოფლიო ბაზარზე. ძალიან ბევრი სტუმარია სტენდზე, ძალიან ბევრი სურველია ქართული ღვინის გასინჯვის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთი კიდევ ნაყოფიერი ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციის მსოფლიოში.